დილამშვიდობისა, რადიომედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენ ახლა გამოვეხმაურებით ზამთრის სეზონისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას, რასაც ფილამურები, ჩვენი ზამთრის კურორტების მრავალფეროვნება და იქ არსებული ინფრასტრუქტურული მზაობა ქვია ის, რაც ყველა მოთხილამურისთვის და ზამთრის სეზონის მოყვარულისთვის არის მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ვისაუბრებთ სამოყვარულო თუ პროფესიონალურ დონეზე, რა შესაძლებლობები გვაქვს, რა მოლოდინი და რას ვიხილავთ წელს ჩვენს კურორტებზე, ვიცით რომ ზამთრის 4 შესანიშნავი გამორჩეული კურორტი გვაქვს, ყველას გადასარევი პოტენციალი აქვს, ყველას აქვს მიმდინარე შესაძლებლობა, პერსპექტივა და ამ ყველაფერზე არსებული რეალობიდან გამომდინარე ჩვენ ვიმსჯელებთ ის ტრასების სააგენტოს დირექტორთან, რომელიც ჩვენთან სტუმრადაა, ბატონი ირაკლი ბურჭულაძე, გამარჯობა. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და მივესალმები მსმენელს. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, ბატონო ირაკლი. ჩვენ უკვე ბევრი წელია მივეჩვიეთ იმას, რომ გვაქვს ზამთრის 4 კურორტი, ვართ მრავალფეროვანი ტრასებით, საბაგიროებით, ასე ვთქვათ, განებივრებულები, გვაქვს ერთიანი ბარათი ამ 4 ტრასაზე და რაღაც განვითარების შესაძლებლობები გვაქვს. ვართ გამოწვევების წინაშეც და სპორტული თვალსაზრისით კიდევ თქვით ჩვენი სათქმელი რომ საერთაშორისო დონის ტურნირებს მასპინძლობთ და ამ ხრივად ჩვენი ცნობადობა გაიზარდა. აი ამ ყველაფერზე რა გვაქვს და რისკენ მივისწრაფით და რა მოლოდინი გვაქვს ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ ალბათ უნდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი ქრონოლოგიურად. ხვალ 27 დეკემბერია და ხვალიდან უკვე ჩვენი მთის ტრასების საბაგიროების ძირითადი ნაწილი გაიხსნება პრინციპში ყველგან, სადაც მე თვალი გადავავლე, როგორია სეზონის სტარტის მოლოდინი და თოვლის რა მოლოდინი გვაქვს და როგორი შესაძლებლობა. ნამდვილად ესე არის 27 დეკემბრიდან ფაქტობრივად ყველა ძირითადი საბაგირო ყველა კურორტზე გახსნილი იქნება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ნალექი ამ დრომდე არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ტრასები გახსნილი იყო, მხოლოდ ტრასების კუთხით გაიხსნა ბაკურიანი, გასულ შაბათ-კვირას 20 დეკემბრიდან გახსნილია და ეტაპობრივად იხსნება სხვადასხვა ტრასები, დაიწყო უბრალოდ კოხტიდან და შემდეგ დიდველის არეალში რამოდენიმე ტრასა გაიხსნა. ნალექი წესით, მოგცემს საშუალებას, იმიტომ რომ გამოცხადებული არის რამოდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური თოვა, თუმცა რთული არის მაინც იმის აქცენტების გაკეთება, თუ რის შესაძლებლობას მოგცემს პროგნოზი, რის შესაძლებლობას მოგცემს და რამდენი სანტიმეტრი თოვლი მოვა. ჩვენ ბაკურიანის შემთხვევაში მაქსიმალურად ვათოვლიანებდით ტრასებს და კიდე მიმდინარეობს აქტიური გათოვლიანება. გუდაურის შემთხვევაშიც იქ სადაც გვაძლევს გათოვლიანება მიმდინარეობდა და კიდე მიმდინარეობს, თუმცა გუდაურს ჭირდება უფრო მეტად ნალექი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ იმ არეალების გახსნა და შესაძლებლობა მივცეთ იმ ჭარბ ვიზიტორთა რაოდენობას, რაც მოსალოდნელი არის ხოლმე ყოველწლიურად. მით უმეტეს პარასკევის შაბათი-კვირაც კიდე ცალკე დარტყმის ობიექტი ხდება, კარგი გაგებით გუდაური. რა თქმა უნდა, არის როგორც ადგილობრივად, გზელ ვადიანად ჩასული ტურისტები გუდაურში, ასევე რადგან ახლოს არის დედაქალაქთან, საკმაოდ ვიცით ტრადიციულად ისაა, შაბათ-კვირას ძალიან პოპულარობის სარგებლობს ერთდღიანი ასვლები. ზალსახად. მით უმეტეს ჩვენ ვიცით იქ ხადასხეობის მხრიდან ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს და მისი დასრულება კიდევ უფრო გაადვილებს მიღწევადობას და ალბათ ეს კიდევ უფრო შეცვლის ალბათ გუდაურს კიდევ უფრო დიდი პოტენციალი ექნება. კიდევ უფრო მეტი რაოდენობით ჩავა იქ ხალხი ალბათ. კი, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად და ინფრასტრუქტურის უფრო სწორედ მოწყობასთან ერთად და უნიკალური პროექტი არის იმისთვის, რომ გუდაურმა აბსოლუტურად თავის პოტენციალი მაქსიმალურად აითვისოს, ნამდვილად ამ პროექტის დასრულება ძალიან ხელს შეუწყობს ამ ყველაფერს. ინფრასტრუქტურა არის ის ძირითადი მაგნიტი, რომელიც უზრუნველყოფს ალბათ მერე მით უმეტეს ზამთრის კურორტების განვითარებას და ადრეული აწლეულებისგან განსხვავებით დღეს ვართ ისეთ მოცემულობაში, როცა ტექნოლოგიური მრავალფეროვნება და აღჭურვილობა პრინციპში განაპირობებს
სტივცის როგორც ზამთრის კურორტის პოპულარობას, მდგრადობასა და მიმზიდველობასაც. ამ მხრივ თქვენ გათოვლიანების ხელოვნური სისტემები აღნიშნეთ და სამწუხარო რეალობა კლიმატის ცვლილება თავისას აქაც ამბობს და ეს მოცემულობა ჩვენ აქტიურად გვაქვს განვითარებული ბაკურიანსა და გუდაურში. ამ მხრივ თოვლის ნაკლებობისა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემების თვალსაზრისით როგორი გვაქვს მოცემულობა თქვათ გოდერძიზე და სვანეთში და რამდენად არის იქ არსებული მოცემულობებით ამ მხრივ განვითარების საჭიროება. თვლი რომ დღევანდელ რეალობაში და ბოლო 10 წლის ეს სტატისტიკიდან გამომდინარე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აბსოლუტურად ყველა კურორტზე, ყველა დასავლურ კურორტზე, ისეთ კურორტებზე, რომელზეც აქცენტი აქვს ანუ ხარისხზე და სტაბილურობაზე, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გარეშე და მისი თამდევი ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელი არის სეზონის ფაქტობრივად ჩატარება. ასევე საერთაშორისო ღონისძიებების შიდა ხარისხიანი ღონისძიებების ჩატარება ასევე წარმოუდგენელი არის. ყველაზე მეტად ანუ ამ მხრივ მოცული არის და დაფარვა დიდი არის ბაკურიანში. ასევე გუდაურშიც არის წარმოუდგენელი გათოვლიანების სისტემა და უფრო მეტად ვთილობთ ამ საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ჩვენ ანუ მთლიანად სახელმწიფო ვთილობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩადოს, ეს არაერთხელ ვიხილეთ გასული წლების განმავლობაში, თუნდაც როგორც ჩვენ მოვემზადეთ 2023 წლის ბაკურიანისთვის და რამდენად დიდი მასშტაბის ინფრასტრუქტურა გაკეთდა გათოვლიანების კუთხით, საბაგიროების კუთხით. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ანუ არ დარჩება ამ კურორტებზე, აქცენტი არის რა თქმა უნდა ბაკურიანი, რა თქმა უნდა გუდაური და შესაბამისად ალბათ შემდეგ რიგში და ჩვენ სტრატეგიაში არის სვანეთის გარკვეული არეალები, იმიტომ რომ საჭიროა თოვლი, ხელოვნური თოვლის წარმოება გვაჩვენა და ასევე გოდერძიძეც შესაძლებელი იქნება გარკვეულ იმაში. თუმცა ეხა ამ ეტაპზე მაინც ჩვენ სტრატეგია არის გუდაური და გუდაური გათოვლიანდეს და შესაბამისად უფრო მეტი არეალი მოიცვას, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ვიზიტორები ყავს, ყოველწლიურად იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, განსაკუთრებით გუდაურში. და ყველა კურორტზე რა თქმა უნდა. რაოდენობრივად მაინც გუდაური, იმიტომ რომ გუდაური პოზიციონირდება საკმაოდ საერთაშორისო კურორტად მიღწევადობის ამბავში საკმაოდ მარტივი არის და გუდაურს ამ შემთხვევაში კარგი ბევრი რამე დაებერტყა იმ თვალსაზრისით, რომ სტრატეგიულად, ლოჯისტიკურად ძალიან კარგ ადგილასაა, სატრანზიტო გზაზეცაა და დედაქალაქთანაც ახლოსაა და პლუს არც ტრასების მრავალფეროვნებას არ უჩივის. და კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს, ბევრ კურორტს აქვს ამის პოტენციალი, რა თქმა უნდა, რომ უფრო მეტი ტრასა დაამატო, უფრო მეტი არეალი კონდეს სასრიალო, თუმცა ახლა გუდაური ხდებით და ვიცით ვინც მით უმეტეს მოსრიალეები არიან, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს და უსაზღვრო პოტენციალი აქვს და თუნდაც 2024-ში გაკეთებულმა ახალმა საბაგირო კომპლექსმა კიდევ უფრო დიდი არეალი გამოაჩინა, ახალი ტრასები დაემატა და იმ არეალში უფრო მეტი ტრასები ემატება. კობის საბაგიროზეც მინდა გკითხოთ მისი აქტიური გამოყენება და პერსპექტივა. კობი აქტიურად გამოიყენება როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სეზონზე, იმიტომ რომ პოპულარული არის იმ თვალსაზრისით, რომ გუდაურიდან შეგიძლია თავისუფლად ყაზბეგის არეალში გადაადგილდე ტურისტების თოვლის დითოვლობის გამო გზაჯვარედინზე უღელტეხილზე გადაადგილდა. ორმაგი დატვირთვა აქ რა, ერთი მოსრიალეებისთვის და უბრალოდ ვიზიტორებისთვის ტურისტული თვალსაზრისით, იმიტომ რომ შესანიშნავი ხედები არის და ასე შემდეგ და მეორე, როდესაც გარკვეული პრობლემები არის გზებზე, ეს უკვე სატრანსპორტო ხაზი ხდება, სოციალური კომპონენტი ჩემოდის აქ და შესაბამისად, ანუ ეს მობილობა ამის გარეშე შეუძლებელი არის გარკვეულ დღეებში და ჩვენ ამას ვიყენებთ იმისთვის, რომ ხალხის გადაადგილება მოხდეს. ჩემი აღქმით ეს არის ძალიან სწორი მიგნება და გადაწყვეტილება იყო თავის დროზე, როდესაც
კობის ეს საბაგირო გაიხსნა, იმიტომ რომ მართლაც იქაური კლიმატიდან გამომდინარე, აი ეს ორმაგი დატვირთვა, როგორც სპორტული ინტერესისა თუ საყოფაცხოვრებო საჭიროებიდან გამომდინარე, ერთი ამ დეტალით რამდენი რამე შეიცვალა და რამდენი რამე დაემატა იგივე გუდაურს. ბაკურიანზე რო აღნიშნოთ, ჩვენ პანორამა ფუნიკულიორის ამოქმედება გველოდება დიდველზე და რა მოცემულობას ქმნის, ან რას შეცვლის, ან რას ამატებს ბაკურიანის ასევე უკვე არაერთფეროვან, არამედ მრავალფეროვან საკურორტო ამ ადგილს. დიახ, სწორედ ხვალიდან ამოქმედება პანორამა ფუნიკულიური, ეს არის დიდველი სერიალში. ყველაზე მაღალი წერტილი არის დაახლოებით 2700 მეტრზე ადის საბაგირო და ეს არის ერთგვარი ატრაქცია ჩვენი ვიზიტორებისთვის. შესაძლებელი არის ამ საბაგიროს ასვლაზევით, ხედებით დათბობა, ფაქტობრივად მთელ ბაკურიანს და მთელ გარშემო არეალს 360 თავზე დაყურებ და ესეთი რაღაცა უნიკალური ადგილი არის, უნიკალური წერტილი არის ბაკურიანისთვის და კავკასიონის მცირე ქედის ნაწილს აღიქვამ უკვე იქიდან. დიახ, სწორედ ესე არის რა და ვიცი, წარმოუდგენლად ლამაზი პეიზაჟი და ხედები იშლება 360 გრადუსით და ჩვენს შესაბამისად ამ არეალში შემდგომშიც კიდე უფრო მეტად განვითარდებით, შესაძლებელი იქნება უფრო ესეთი დახვეწილი ბელვედერის მოწყობა, გადმოსახედის და ასე შემდეგ. კი ბატონო. ბაკურიანი ის ადგილი იყო, სადაც საერთაშორისო სერიოზული ტურნირი და ტურნირები გაიმართა, გასაგებია, კონკრეტულ ტურნირებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ და ამ ტურნირებიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა კიდევ უფრო განვითარდა და ეს ყველაფერი ერთი ტურნირის არ დაწყებულა, არ დასრულებულა, აგერ დარჩა და არის და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის გარდა ამ ტურნირებმა ბაკურიანს კიდევ უფრო მეტად მოუმატა ცნობადობა მოთხილამურეთა თვალში, გასაგებია ზოგადად საქართველოს, მაგრამ აქ კონკრეტულ ლოკაციებზეცაა საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ წელს მსოფლიო ტურს ვუმასპინძლებთ უკვე ფრირაიდის მიმართულებით და ეს იქნება სვანეთში და რა მოლოდინია იგივე სვანეთისთვის, რა იმპულსს მისცემს სვანეთის ზამთრის კურორტს ფრირაიდის მსოფლიო ტურში ჩართულობა. ბოლო წლებში ნამდვილად გამორჩეული არის საქართველოს საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობით ზამთრის სპორტში და ამ მიმართულებით. ჩვენ ავამაყები ვართ იმითი, რომ ფრირაიდ ვორლდ ტურს კიდევ ერთხელ უმასპინძლებთ აღნიშნულ ზამთრის სეზონზე. ეს საკმაოდ დიდი ამბავი არის სვანეთისთვის, იმიტომ რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ამით ჩვენ ვსდით საქართველოს ცნობადობას, კონკრეტული არეალის ცნობადობას და ჯამურად ათობით მილიონი მაყურებელი სოციმედიით პირდაპირ ეთერში ნახულობს აი ამ ღონისძიებას, რომელიც საკმაოდ ეფექტური ღონისძიება, ეს ჩვენ გასულ წლებში ვნახეთ, ჩვენ ეს მესამე ტურს ვატარებთ უკვე ესეთი მასშტაბური ღონისძიების, როგორც არის ფრირაიდ ვორლდ ტური და ფიქრობ, რომ ყველაზე სწორად შერჩეული ადგილი საერთაშორისო დელეგატების ჩვენს მიერ არის სწორედ თეთრნულდი და თეთრნულდის არეალი. ეს შესაძლებელია, თეთრნულდი მოკლედ ბაზა გახდა ამ ყველაფრის ბოლო 3 წლის განმავლობაში და ფიქრობ, რომ ესეც გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ 4 წლიანი კონტრაქტი გვაქვს მათთან დადებული, მესამე ღონისძიებას ვატარებთ, როგორც აღნიშნე და მომავალ წელს კიდევ ერთი ღონისძიება. ჩვენ უკვე შიდა მოლაპარაკებები დავიწყეთ იმაზე, რომ გაგრძელდეს ტური, თუმცა აქ ბევრი სამუშაო არის, ბევრი ნაბიჯები არის გადასადგმელი და ჯერ დროც არის იმისთვის, რომ ამაზე ვმუშაოთ. პრინციპში 2024-ში როცა ჩატარდა ფრირაიდის ტური, მაშინ მახსოვს საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება ჰქონდა და შეფასება საკმაოდ მაღალი იყო ჩვენი მხრიდან დახვედრისა და ამ ტურნირის ჩატარების თვალსაზრისით იმ პირობების შექმნის კუთხით, რაც ჩვენ შევთავაზეთ და ალბათ ესეც ითამაშებს თქვენ სასარგებლოდ, რომ მსგავსი ჩართულობა გრძელვადიანი იყოს. 2024 წლის ჩემპიონატი, რომელიც იყო პირველი
პირველი გამოშვება, ასე ვთქვათ, ამ Freeride World Tour-ის. ნუ შეფასდა ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ღონისძიებად. არნახული ტექსტები ქონდათ მათ. ერთ-ერთ საუკეთესო ღონისძიებად Freeride-ის ისტორიაში. ეს ნამდვილად ესე არის. ამას ადასტურებს ის პარამეტრები, ზუსტად როგორც ჩაიარა ამ ჩემპიონატმა, რაღაც ყველაზე მეტი ქულა დაიწერა კაცების მიმართულებით და ბევრი ისეთი მიღწევები იყო იმ პერიოდში, რომელიც ჩაითვალა, რომ რაღაც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტურად ითვლება ალიასკის ტური სოფლიოს ისტორიაში და საქართველოს თითქოს რაღაცა მეორე პოზიციაზე გავიდა ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ტურად სოფლიოში. ეს არ არის მხოლოდ სპორტული ღონისძიება, ესეც მინდა ვთქვა, ამას ძალიან დიდი კულტურული ნაწილის ცნობადობაც არის და ტურიზმისთვის ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი არის. ესე კარგად თუ რამე წარმოადგენს სვანეთს და არა მარტო სვანეთს, საქართველოს პოტენციალს, კულტურას, ავისა ყველაფერს ერთმანეთს შეძლოს, მე არ ვიცი სხვა. და თლიანად აკუმულირებულად ჩვენ ვართ 6 ექსკლუზიურ ქვეყანაში, უბრალოდ 6 ექსკლუზიურ ქვეყანაში ვარ და აკუმულირებულად ეს 6 ქვეყნის ერთობლიობა 300 მილიონამდე მაყურებელს ფარავს სოციმედიით. დიდი აუდიტორია. ლაივებით და მთელი წლის განმავლობაში აი ეს არის მიღწეული, ასე ვთქვათ, ციფრები და შედეგები, რაც შემდეგ ჩვენთან რეპორტდება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს 6 ქვეყანაა და მათ შორის ვართ ჩვენ და გვიჭირავს საკმაოდ მყარი და ღირსეული ადგილი. რაგბიში თუ ვცდილობთ რომ 6 ერის თასზე გავიდეთ, აქ 6 ერის 6 ერში ვართ და სათხილამურო ტურნირში ჩართულნი ვართ. ძალიან ისეთი საამაყო ქვეყნების გვერდზე ვდგავართ, ასე ვთქვათ რა, ეს იქნება კანადა, ამერიკა, შვეიცარია, ავსტრია, აი ესეთი ქვეყნები არის და საქართველო. რომლებისთვისაც ზამთრის სპორტის სახეობა და კურორტები. აი ზუსტად ჩამოთვალე ის ქვეყნები, რის გვერდი, ანუ ჩვენ ვართ ამ რიგში და საკმაოდ წარმატებულად ვახერხებთ ამ ჩემპიონატის ჩატარებას და კი, მთავარი ამ თამაშის დაჭერა. აუცილებლად დავიჭერთ, იმიტომ რომ ამის ჩვენ გვჯერა და ესე მოვედით. და იგივე სვანეთი ხდება ადგილი, რომელიც უმასპინძლებს ხო Freeride-ის ახალგაზრდულ ჩემპიონატსაც. კი ბატონო. ჩვენ ცალკე ეს არის მასშტაბური ღონისძიება Freeride-ის მიმართულებით, თუმცა ცალკე ღონისძიებებია, რომელიც არის ახალგაზრდური, არის ორი ვარსკვლავი, ჩვენ მარტო ამ კუთხით სვანეთში არ ვართ წარმოდგენილი, ასევე წინა წელს ჩატარდა გუდაურში, ასევე ჩვენი ხელშეწყობით, ჩვენი დახმარებით და ორი ვარსკვლავი იყო ახალგაზრდური, სვანეთში იყო ახალგაზრდური, ეს პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა და ჩვენ ვცდილობთ იმას, რომ მაქსიმალური ჩართულობა გქონდეს ჩვენ კომპანიას ამაში, მაქსიმალური მხარდაჭერა გქონდეს და ახალგაზრდური მიმართულებით და რომ სპორტს ხელი შეუწყოთ ეს რომ განვითარდეს, უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს, იმიტომ რომ რეგიონში საკმაოდ დიდი ჩართულობა არის, საკმაოდ პოპულარობის სარგებლობს და განსაკუთრებით გუდაურის და სვანეთის არეალებში, ასე ვთქვათ. ნუ ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ გასაგებია ხალხმრავლობა, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები ყოველთვის იზიდავს და ამ მიმართულებით ხელშეწყობას ავტომატურ რეჟიმში გადართავს ხოლმე, ხო? ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ერთიც მინდა დავამატო, რომ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიხატა ზოგადად, ანუ გლობალურად ამ სოციუმის მიმართ, ვინც არიან ფრირაიდერები და დაინტერესება დიდი არის არა მხოლოდ იმ არეალში, სადაც ჩვენ ვატარებთ, რა მთელი საქართველოს კუთხით, სადაც ამის პოტენციალი არსებობს. და ფრირაიდის მიმართულებით. ფრირაიდის და ჩამოდიან, რა ვიცი, ყოფილი ვარსკვლავები, რა ვიცი, არსებული ვარსკვლავები უბრალოდ ტურისტულად და სხვადასხვა ეს იქნება ბახმაროში, ეს იქნება სვანეთის სხვადასხვა არეალებში, ფრირაიდის მიმართულებით, ანუ ვიდეოებს იღებენ, შემოვიდა ძალიან დიდი ბრენდები, ესეთი ბრენდები, სათხილამურო ბრენდები, როგორც მამუტი არის და ასე შემდეგ, ანუ ჩვენ გვაშუქებენ კავკასიონის ხედებით ნახავთ საქართველოსთან ძალიან ბევრ ან ვიდეოს, ან ფოტოს, ან ასე შემდეგ, პიკ პერფორმანსი ესეთი ბრენდი და ესეთი საკმაოდ დიდი ბრენდები ხამს ჩამოთვლა და რეკლამირება არ მინდა, თუმცა ესეთი ამ ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი ბრენდები.
მესმის ერთი არის ჩვენ ლოკალურად რას როგორ ვავითარებთ, მაგრამ ამ ლოკალური განვითარების მაღალი დონე და მასშტაბები გჭირდება იმისთვის, რომ საერთაშორისო დონის შესაბამისობაში ვიყოთ, ხო, ამ მოცემულობაში. და ჩვენი გადაცემის ბოლო ნაწილში დასასრულისკენ აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება სკი პატრულის თემატიკაზე, იმიტომ რომ ბევრი წლის წინ მახსოვს, როდესაც იგივე გუდაური მოთხოვნადი იყო ან ბაკურიანი, ცოტა მოუწესრიგებლობის მაღალი ელემენტები იყო და უსაფრთხოების, საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტებსაც არაერთხელ გადავეყარეთ ბევრი მიზეზიდან გამომდინარე და წელს კურორტებზე სკი პატრულის გამოჩენა ჩემი აზრით აი ლოკალურ დონეზე აი ამ თამასის აწევის და საერთაშორისო შეფასების კუთხით საერთაშორისო თვალსაზრისით ჩვენი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით ალბათ ეს ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა იყოს. საკმაოდ. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკი პატრულის ყოფნას მთაზე, იმიტომ რომ სრული კონტროლი აქვს, რომ წესრიგი არსებობდეს. 4-ვე კურორტზე ველოდებით წელს. 4-ვე კურორტზე არის წარმოდგენილი სკი პატრულის საკმაოდ მაღალი ჩართულობა აქვს. 18 ადამიანი არის გუდაურში წარმოდგენილი, 18 ადამიანი იქნება წარმოდგენილი ბაკურიანში. უკვე წარმოდგენილი არის, მინდა ვთქვა ბაკურიანში, 7 ადამიანი არის სვანეთში და 4 ადამიანი არის გოდერძის. ეს არის ზუსტი რაოდენობების შესაბამისად, რომელიც შეიძლება ეს რაოდენობები არ გვაძლევდეს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გასულ წლებთან შედარებით უფრო მეტად არიან ისინი წარმოდგენილი, გასულ წლებში ეს ციფრები ნამდვილად ეს არ იყო და ეს უკვე მათზე არის დამოკიდებული, მათ აქვთ ჩვენთან ერთად გაანალიზებული ის არეალები, სადაც ჩართულობა არის საჭირო. ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ სეზონის დაწყებამდე, კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას, მთელი სეზონი, რა თქმა უნდა, ესეთი ჩვენ გვაქვს გაზიარება თუ რა პრობლემა არის, თუ უფრო მეტი ჩართულობა არის საჭირო და რა თქმა უნდა, ამას ითვალისწინებს საპატრულო ეკიპაჟები, სკი პატრული და აბსოლუტურ კონტროლს აწესებენ და მათ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იმისთვის, იმიტომ რომ მათ გარეშე წარმოუდგენელი არის, რა ვიცი, რაღაც წესრიგის დამყარება. არა მარტო მოსრიალეების კუთხით იქ შეიძლება რაღაც კონდეს ელემენტარულად თომავალის გადაადგილების ამბავი იყოს, უსაფრთხოების ნაწილში შეგდიან თავიდან მოწესრიგების ეს მექანიზმი არსებობს მეტი რა. კი ბატონო, ეს ზუსტად ის არის, იმიტომ რომ ჩვენი მაშველები ყავს უსაფრთხოებისთვის, თუმცა აქ აბსოლუტურად სხვა უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, რომელიც არის უფრო მეტად კონტროლი, რომ რაღაცა გადასტომები არ იყოს, რაღაცა ქაოტურად არ იყოს კურორტზე, თუნდაც გადაადგილება თომავალის, არ იყვნენ ნასვამი მოთხილამურეები, რომელიც პრობლემას ქმნიან. გვესმის აბსოლუტურად ვიაზრებთ ის, რომ ზამთრის სპორტს უხდება, ასე ვთქვათ, იქ ხიჟინაში შეხვავთ, ასე შემდეგ, თუმცა არის ყველაფრის, ასე ვთქვათ, ზომა და წონა და ამიტომ ამაში, რა თქმა უნდა, რომ მე არ მოხდეს რაღაცა ექსცესები, არ მოხდეს უსაფრთხოების ნორმების რაღაცა დარღვევა, ამაში ზუსტად არის ჩართული ჩვენი პატრული და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.